ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ქვეყანას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ემშვიდობება 24 საათის განმავლობაში არ წყდება მოქალაქეების ნაკადი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ცხედარია დასვენებული. ათასობით ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ერისერთიანობის და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო. უკვე ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება. ეს ინფორმაცია კურიერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს. პატრიარქის ანდერძის თანახმად მას კვირას 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ, იქ სადაც მან მრავალწლიანი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა. სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. ხალხმრავლობა როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილზეა ჩვენი გადამღები ჯგუფი მარიამ კოპალეიშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, გვიხარი როგორია ვითარება ტაძარში და კიდევ რა დეტალებია ცნობილი გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შესახებ. უმძიმესი დღეა საქართველოსთვის, უმძიმესი დღეა მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოს იღებს სამძიმრის წერილებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქვეყანაში კი გლოვაა გამოცხადებული, ადგილზე არ წყდება მრევლის რაოდენობა, ყოველწუთიერად ემატება ხალხი და რთულია კადრში ვაჩვენოთ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც აქ მოდის სამძიმრის გამოსახატად, არის ცოცხალი რიგი და ტაძარში მოეწყო სპეციალური ჯებირები, რომლის საშუალებითაც აქ მოსულ მრევლს შეუძლია ტაძრამდე შეღწევა, ასევე დაწესდა შესასვლელი კარიბჭე და გამავალი ხალხისთვის ის კარი, საიდანაც მათ უნდა დატოვონ უკვე ტაძრის ტერიტორია. 6 დღის მანძილზე გამოცხადა, როგორც ვიცით, ქვეყანაში გლოვა, კვირის ჩათვლით აქ შეუძლიათ, რომ პანაშვიდზე მოვიდნენ ადამიანები, უკვე კვირას კი პატრიარქის სურვილის თანახმად ის დაიკრძალება სიონის საკათედრო ტაძარში და დღეს ჩვენ ერთ-ერთი მღვდელმსახურის მოვისმინეთ, მათ შორის ისიც, რომ მსახურებას აღავლენს მსოფლიო პატრიარქი, რომელიც სპეციალურად ჩამოდის ამ დღისთვის. ტაძარი ღია 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მორწმუნე ადამიანი არ არის შეზღუდული დროში მოვიდეს და პატივი მიაგოს პატრიარქის ხსოვნას. თქვენ ხედავთ, რომ მოდიან ადამიანები სხვადასხვა კუთხეებიდან, მოყავთ ბავშვებიც, რადგანაც სურთ, რომ მათმა შვილებმაც გამოსათხოვარი პატივი მიაგონ მის უწმინდესობას. ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც მოიცვა თითქმის ყოველი ქრისტიანი. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წყებსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიებისთვისაც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისათვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენს აი ამ მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასათვის გახდება აუცილებლად ცნობილი სულ მალე. ადამიანები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში პატრიარქის ქადაგებებსა თუ ეპისტოლეებს აქ ადგილზე ისმენდნენ, ახლა ისინი სამძიმარს, ასევე სამების საკათედრო ტაძარში გამოხატავენ. რთულია მრევლის ემოციები, ისინი დღეს იხსენებდნენ საკუთარ ისტორიებს, საუბრობდნენ კავშირზე, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა პატრიარქთან და პატრიარქისადმი ხალხის დამოკიდებულება კარგად ჩანს ხალხისვე რაოდენობაში, რომლებიც დღეს ახლა ტაძარში იკრიბებიან, ძიმე ემოციებით აცილებენ ცრემლით და იხსენებენ ისტორიებს, არიან მადლიერები პატრიარქის იმისთვის, რაც მან ქართველი ხალხისთვის და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გააკეთა. ჩვენ დღეს ყველანი ერთმანეთის ჭირის უფლები ვართ და თუმცა ამ დღეს ახლავს ნუგეშიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უწმინდესი მართალია ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან გავიდა, მაგრამ ის ზეციურ მფარველად მოევლინება ქვეყანას, რომელიც მსახურებასაც შესწირა მთელი თავისი სიცოცხლე. მისი ბოლო სიტყვები ფაქტობრივად ეს იყო, რომ გიყვარდეთ ადამიანებო ერთმანეთი და გაახარეთ ერთმანეთიო და მე მინდა
აი ეს ვთქვა მხოლოდ მე მისი ხელების სითბო ყოველთვის მე მახსოვრება მისი კალთის სითბო და მე მინდა რომ მისი მადლი მისი ლოცვა კურთხევა არასოდეს არ მოშლოდეს მთელ საქართველოს. უსამძიმრებ მთლიან საქართველოს დავკარგეთ უდიდესი ადამიანი, უდიდესი მოღვაწე და რაც შემიძლია ერთი ის ვთქვა რომ აი ვეცადოთ შევასრულოთ პატრიარქის მოწოდება, პატრიარქის ანდრერძი, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და თუ ეს ერთმანეთი გვეყვარება, შემდეგ თავისთავად მოვა ის ყველაფერი, რაც დაგვიბარა. რა ვიცი, მთელი საქართველო ტიერის 59 წელი საპატრიარქო ტახტზე და გაკეთებული უამრავი საქმე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის მისი ავტორიტეტი იყო საერთაშორისო მასშტაბის ილია მეორის სახელს უკავშირდება. თუნდაც სამების საკათედრო ტაძრის აშენება მისი წვლილი იყო უდიდესი, იდეაც სწორედ მას ეკუთვნოდა. ილია მეორის სახელს უკავშირდება ასევე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინება. კრიზისულ სიტუაციებში გვახსოვს მოსახლეობას მისი გზავნილები, რომელიც გამოიხატებოდა მისსავე ეპისტოლეებში დღესასწაულების დროს ქადაგებები იყო ყველასთვის გასაგები. ილია მეორის მიზანი განსაკუთრებით ახალგაზრდები გაეძლიერებინა რწმენაში, შეეყვარებინა მათთვის ეკლესია. ის ყოველთვის დარჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად, რომელმაც მოახერხა და გააერთიანა დაპირისპირებული მხარეები და ეს გამოჩნდა საქართველოს ისტორიის განმავლობაში არაერთ კონკრეტულ ეპიზოდში, მათ შორის განსაკუთრებით კონფლიქტების დროს, ასევე მის სახელს და მის მიერ შექმნილი ნაწარმოებები, საგალობლები და სწორედ აი ასეთ პატრიარქს დღეს სრულიად საქმე. მადლობა მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით. სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. გავრცელდა ინფორმაცია და განრიგი 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით. ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. ბილეთების გაცემა კი დღეს 5 საათიდან დაიწყება. სარკინიგზოს გარდა დამატებითი რეისები შესრულდება საავტომობილო ტრანსპორტითაც. საქართველოს სამძიმრის წერილებს მთელი მსოფლიოდან იღებს. ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი სამძიმარს უცხადებს წმინდა სინოდს, სამღვდელოებასა და მრევლს. და ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს მართალთა სავანეში იყოს მისი ხსენება მარადის, წერს მთავარეპისკოპოსი. სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში სერბეთის საპატრიარქოს სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდე გადაიხადა. მისმა უწმინდესობამ სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს და ქართველ ხალხს. პატრიარქის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიომუჯირს წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს ოფიციალური სამძიმრის წერილი გაუგზავნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა. ვევედრებით უფალს, რათა განუსვენოს თავისი ერთგული მსახურის სულს და მართალთა შორის დამკვიდროს. ინებოს უფალმა და ნუგეში მისცეს საქართველოს ეკლესიას, წერს იგნატიუს აფრემ მეორე. რენესანსის ეპოქის პატრიარქი, ასე იხსენებს კვიპროსის ეკლესია უწმინდეს და აღნიშნავს, რომ ილია მეორემ პატრიარქის ტახტი საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად რთულ დროს დაიკავა. კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს საქართველოს ეკლესიის ტკივილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამონათქვამია ტექსტში. საბჭოთა კავშირის უღმერთო კომუნისტურმა არეულობამ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ძალით წაართვა. ილია მეორის ხელმძღვანელობით ქართული ეკლესია ხელახლა დაიბადა და საზოგადოებაში თავისი ცენტრალური როლი დაიბრუნა. მისი სიყვარული კვიპროსის ეკლესიის მიმართ ყველაზე ნათლად გამოიხატა მისი მომლოცველობითი ვიზიტის დროს ჩვენს კუნძულზე. მისმა უნეტარესობამ პატრიარქმა სულიერ მემკვიდრეობა დატოვა სიტყვები: ვლოცულობ კვიპროსის მშვიდობის, სიყვარულისა და ერთიანობისთვის. ქვეყანას სამძიმარს მსოფლიო ლიდერების განაციღებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. პატივცემულო პრემიერო დიდი მწუხარებით შევიტყო, რომ 17 მარტს ღამით გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს. თქვენ აღმატებულებას მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს ნათქვამია წერილში.
სამძებრის წერილი პარლამენტის თავმჯდომარის გამოგზავნეს აზერბაიჯანელმა და სომეხმა კოლეგებმა. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობის ილია მეორის გაწეულ საქმიანობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ. მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათა შორისი დიალოგის ხელშეწყობაში, ასევე ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გამტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას, წერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, ასევე ჩემი სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო, ნათქვამია სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის სამძიმრის წერილში. წმინდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო პორტალი ვატიკან ნიუსის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას გამოეხმაურა. გამოქვეყნებული სტატია ძირითადად ეძღვნება ილია მეორის ურთიერთობებს რომის პაპებთან. გამოცემა იხსენებს საქართველოს პატრიარქის ისტორიულ შეხვედრებს იოანე პავლე მეორესთან 1980 წელს ვატიკანში, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი პირველად ეწვია ვატიკანს რომის ეპისკოპოსთან მშვიდობის ამბორის გასაცვლელად. ასევე იხსენებს პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის დეტალებს, როდესაც რომის პაპს უწმინდესმა საქართველოში უმასპინძლა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და რომის ეკლესიას დღეს ეძლევათ შესაძლებლობა ქრისტეს დიდებისთვის კვლავაც განიმტკიცონ ის სამოციქულო ძმობა, რომელიც მათ აერთიანებთ. წერია სტატიაში. ეპოქალური ფიგურა, ასე მოიხსენიებენ წამყვანი საერთაშორისო გამოცემების სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მსოფლიო მედია საუბრობს იმ დამსახურებაზე, რომელიც ილია მეორის მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებაში მიუძღვის. ასევე ხაზგასმულია მისი გადამწყვეტი როლი ეროვნული იდენტობის გამტკიცებასა და შენარჩუნებაში პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის რთულ პერიოდში, როდესაც უწმინდესი ერის მორალურ ორიენტირად და სტაბილურობის მთავარ გარანტად იქცა. პუბლიკაციებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის საერთაშორისო გავლენას და იმ უპირობო ავტორიტეტს, რომელიც მას მთელ ქრისტიანულ სამყაროში ჰქონდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა სპეციალური ღამის ეთერი რუსთავიორზე. მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსენეს პატრიარქის მრავალწლიანი ღვაწლი და ის გარდამტეხი პერიოდი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მისი წინამძღოლობით გაიარა, განიხილეს მისი ისტორიული მისია და როლი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში. სტუმრებმა გაიხსენეს პატრიარქის ცხოვრების გზა და ის ადამიანური თვისებებიც, რომელთაც მან მთელი ერის სიყვარული დაიმსახურა. ხაზი გაესვა იმას, რომ ილია მეორე იყო ეპოქალური ფიგურა. ადამიანი, რომელმაც შეძლო გამხდარი იყოს სიმშვიდის და ერთობის გარანტი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში. ასე თქვა ჩინაგანის სამყარო. წახვიდეთო მითხრა მე რამე პირველივე დღე მისი აღსაღდრებისა ეს იყო განცდა იმისა, რომ დაიწყო ახალი ეპოქა. მან თავისი დანიშნულება აღასრულა. ის ღმერთმა მოავლინა, რომ ქართველი ერი დაბრუნებოდა წინაპართა გზას და კვლავ ქრისტეს ცნებების ერთგული ერი ყოფილიყო. ის რაც მან გააკეთა ადამიანურ ძალებს აღემატება. ამის შესახებ სახარებაში წერია შეუძლებელი კაცთაგან ღვთისამიერ ყოველივე შესაძლებელ არს, ანუ მასში მოქმედებდა ძალა ღვთისა, რომელიც ძალიან უხვად გარდამოვდიოდა ჩვენზე. ასეთი ადამიანების ადგილი არის სასუფეველში და ასეთი ადამიანები აგრძელებენ ზრუნვას თავის ერზე და მე მინდა ვანუგეშო ჩვენი საზოგადოება, რომ პატრიარქის მადლი გაცილებით უფრო დიდი ძალით დაუბრუნდება საქართველოს. უწმინდესო და უნიტარესო მადლობა თითოეული დღისთვის გატარებული ფიქრში, რომ დაგეცვათ და გაგემტკიცებინათ ენა მამული სარწმუნოება. მადლობა ჩვენი ტრადიციების, ოჯახური, ასე ვთქვათ, ღირებულებების და ღირსების დაცვისთვის. პატრიარქი ეპოქალური მოღვაწეა და მისი გარდაცვალება ეს დიდი დანაკლისია თლიანად, როგორც ჩვენი ქვეყნაში, ისე თლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის. მასთან აბსოლუტურად მშვიდდებოდი. აი
არასოდეს მე არ მახსოვს, ოდეს მე მგონი არავის არ ახსოვს, ან ხმა ეციოს, ან გაბრაზებული ყოს, მაგრამ იყო უნორმოთ, აი უზარმაზარი პრინციპულობით სავსე ადამიანი. ის არასოდეს არ გააკეთებდა იმას, რასაც თქვათ ვინმე ან უკარნახებდა ანის და ნუ რა თქმა უნდა იყო ღვთისგან მოვლენილი ჩვენი ერისთვის ეს ნამდვილად ასეა. როდესაც სტიქარი ჩავიცვი, დაახლოებით ვიყავი ალბათ ესე 17-18 წლის. აი პატრიარქი არ მახსოვს რომ მოემართა შენობით სტიქაროსანისათვის ახალგაზრდა სრულიად ახალგაზრდა ბიჭისათვის. ყოველთვის დიდი პატივისცემით და ესეთი სიყვარულით მიმართავდა ყველას. აი ესე იკაფავდა ეს ადამიანი გზას ადამიანების გულებისაკენ. სხვა იარაღი მას არაფერი არ გააჩნდა, გარდა იმისა, რომ ის თავის გულში სწორედ ამ ქრისტიანულ სიყვარულს ატარებდა. საოცარი ინიციატივები ჰქონდა. სტუდენტებისთვის გააკეთა ისევ ეს 87 წელი ალბათ. დაგვიბარა და გითხრა, რომ სახარება უნდა თარგმნოთ ახლა თქვენ ახალ ქართულადო და თითო მუხლი თარგმნეთო და განა არ იცოდა რომ ესე სახარება ვერ ითარგმნებოდა, მაგრამ მიზანი იყო რომ სახარების კითხვა დაგვეწყო და აი ესე რაღაცნაირად ნაბიჯ ხდებოდა გამოჭედვა იმ მდგომარეობის, რასაც დღეს ქრისტიანი ქართველი არის და ქართული სახელმწიფო ქვია. საქართველოს ისტორია და მისი უწმინდესობის ბიოგრაფია არის განუყოფელი, მოდის ერთად და ის რაც მან შექმნა ეს გაგრძელდება ძალიან დიდხანს. ეს არის ეპოქა, რომელიც არ დამთავრებულა და არ დამთავრდება. ახლა დღის სხვა თემები. ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. უცხოური კავშირების მქონე პირთა რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის ტექსტი უკვე გამოქვეყნდა. ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სამთავრობო უწყებები, რომლებიც ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნიდან იღებენ გრანტებს, ვალდებულები იქნებიან დარეგისტრირდნენ სპეციალურ მონაცემთა ბაზაში. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტის შეჩერებას ითხოვენ. ლიბერალურმა ოპოზიციურმა პარტიამ კანონს რუსული კანონის ასლი უწოდა. მსგავსი კანონები მოქმედებს შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და საქართველოში. უცხოეთთან კავშირის მქონე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ პროექტის თანახმად ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიც, რომლებიც გრანტებს ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან იღებენ, სპეციალურ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას დაექვემდებარება. პროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს 15 მილიონ კრონამდე ან ორგანიზაციის შემოსავლისა თუ ბრუნვის 10%-მდე ოდენობით. დოკუმენტის თანახმად იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და უცხოეთიდან ფინანსდებიან, სავალდებულო გახდება ამ ფაქტის გამჭვირვალედ მითითება. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეწყვიტოს კანონპროექტის მომზადება. ლიბერალურმა ჩეხეთის მეკობრეთა პარტიამ კანონს რუსულის ასლი უწოდა. ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი სახალხო პარტია მარტაკოსის გამოკითხვას ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია რა სიტყვის თავად კოსი, თუმცა ევროპელი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელთაც დასტურდება, რომ კოსი 80-იან წლებში იუგოსლავიაში კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. იპიპ ევროკომისიის პრეზიდენტის მშობლიური პარტია, ამიტომ მედია წერს, რომ ახლა ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა მარტაკოსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დაპირისპირება არსებობს. მარტაკოსის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ ის 10 წლეულების წინ ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა, განცხადებები უკვე რამდენიმე თვეა ისმის. საქმე ეხება ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც კოსი 10 წლეულების წინ ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. კოსმა 2024 წელს პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას უარყო აღნიშნული მტკიცებები, თუმცა ბრალდებები გასულ კვირას კვლავ წამოიჭრა. ევროპის სახალხო პარტიის წევრი ევროპარლამენტარის მხარდაჭერით, იპიპ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური ოჯახია. ბრალდებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა და იპიპის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა გასულ კვირას ევროკომისიას წერილი გაუგზავნა. ის ამტკიცებს, რომ ფლობს ახალ მტკიცებულებებს კოსის იუგოსლავიის დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ. სტრასბურგში პარლამენტში ტომცმა წარადგინა სლოვენიელი ავტორის იგორ ომერზას წიგნი, რომელიც შეიცავს დოკუმენტებს, რაც მათი თქმით ადასტურებს კოსის მუშაობას იუგოსლავიის ჯაშუშურ სააგენტოში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, მათ შორის ობიექტებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ პარსის ბუნებრივი აირის საბადოსთან. პარალელურად სახალისა და პენტაგონის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში იერიშები განხორციელდა ირანის შიდა უსაფრთხოების ობიექტებზე, ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის, ბასიჯისა და სამართალდამცავი ორგანოების ცენტრებზე, თეირანში, ალბურსა და ლურესტანში. ოსტ ჟურნალი წერს, რომ ომში ისრაელმა და ამერიკამ ირანში პასუხისმგებლობის ზონები გაინაწილეს. ამერიკელი სამხედროები იარაღის მწარმოებელ და სამრეწველო ობიექტებზე არიან ფოკუსირებულები, ისრაელის ძალები კი რეჟიმის შიდა სტრუქტურებზე. ცნობილია ისიც, რომ პენტაგონმა თეთრ სახლს მოსთხოვა მიმართოს კონგრესს და სამხედრო კამპანიისთვის 200 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება მოითხოვს. ინფორმაცია ვაშინგტონ პოსტმა გავრცელა. დარტყმებს ახორციელებს ირანიც. კატარში რას ლაფანის სამრეწველო ზონაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგაზის კომპლექსი ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. თავდასხმის სამიზნე იყო ისრაელიც, დაღუპულია 1 ადამიანი. ეს იყო ბოლო ინფორმაცია, კურიერი გემშვიდობებად 3-მდე დროებით.